გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი. შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს, გამგებელს. როცა იუდამ, რომელმაც იესო გასცა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს. უთხრა: შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი. მათ კი უთხრეს: ჩვენ რა? შენიც? დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ხოლო მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: დაუშვებელია ამის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. მოითათბირეს და იყიდეს იმით, მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: დააიღეს 30 ვერცხლი საფასი შეფასებულისა, ვინ შეფასდა ისრაელიანთა მიერ და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. ხოლო იესო წარსდგა გამგებლის წინაშე და ჰკითხა მას გამგებელმა: შენ ხარ იუდეველთა მეფე? იესომ კი უთხრა: შენ ამბობ. როცა ბრალს დებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხნია. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის რამდენს მოწმობენ შენ წინააღმდეგ? არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუწია პასუხი, ასე რომ ძალიან უკვირდა გამგებელს. დღესასწაულზე ჩვეულება თქონდა გამგებელს. ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. ხოლო მაშინ ყავდათ ცნობილი პატიმარი ბარაბას წოდებული. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: ვინ გსურთ რომ გაგინთავისუფლოთ? ბარაბა თუ იესო, ქრისტეს წოდებული? ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. როცა ის სამჟავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმრად ბევრი ვიტანჯე მაგის გამო. ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. ასე უპასუხა და უთხრა მას გამგებელმა: ამ ორიდან რომელი გსურთ რომ გაგინთავისუფლოთ? მათ უთხრეს: ბარაბა! უთხრა მათ პილატემ: იესოს რა გავუყო? ქრისტეს წოდებული? ყველამ თქვა: ვარც მოვიქნე! ხოლო მან თქვა: რა მოროდება ჩაუდენია? მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ. პილატემ რა კი დაინახა, რომ ვერაფერ შველის, არამედ შფოთიც კი იწყება. აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: უბრალო არა მართლის სისხლისაგან, თქვენიც. თელმა ხალხმა მიუგო პასუხად: რენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგის სისხლი. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი. მაშინ გამგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამშიავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს. გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს თავზე, მარჯვენა ხელში ლერწა მიმისცეს. მის წინაშე მუხს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს იუდეველთა მეფე! დააფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააწვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ. როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი და აიძულეს იგი მისი ჯვარი ეტარებინა.
მივიდნენ ადგილას, რომელსაც ქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს. მისცეს მათ ნაღველნარევი ღვინო სასმელად და რომ იგემა დალევა არ ინდომა. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. მის თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება. ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.